2012 წლიდან საავტორო უფლებებს უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაიცავს. რეგულაციების თანახმად ინტელექტუალური საკუთრების ყველა გამყალბებელი სოლიდური თანხით დაჯარიმდება. თანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი ფალსიფიკატორებს ჯარიმის გაორმაგებული ოდენობის გადახდა მოუწევთ. გაყალბებული პროდუქციით საქართველოში უამრავი კერძო პირი ვაჭრობს და მოგებასაც იღებს. სანაცვლოდ კი ავტორები ზარალდებიან. სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ. ერთ-ერთი ჩემი ფოტოა 2009 წელს გადაღებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც აღმოვაჩინეს სრულიად შემთხვევით წიგნის მაღაზიაში, აი ამ სქელტანიანი წიგნის ყდაზე. მას შემდეგ, რაც მოპარული ფოტო მისთვის სრულიად უცნობი ავტორის წიგნში აღმოაჩინა, ფოტოხელოვანმა სასამართლოს მიმართა. სამოქალაქო დავა კახაბხაკაძის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხეს ფულადი თანხის გადახდაც დაეკისრა, თუმცა წიგნის ავტორმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და მოპარული ნამუშევრის სანაცვლოდ ფოტოხელოვანმა მხოლოდ სიტყვიერი ბოდიში მიიღო. მივესალმები ყველანაირი ბიზნესის განვითარებას, ხოლო ეს უნდა იყოს არა სხვა ავტორების უფლებების დარღვევის ხარჯზე, პირიქით უნდა იყოს მიდგომა, ბიზნესის მიდგომა პირველ რიგში უნდა იყოს სწორედ სხვისი უფლებების დაცვა, პატივისცემა და ამაზე უნდა იყოს აგებული ბიზნესი. ყველაზე ხშირად ხელოვანები ხდებიან. მაგალითად, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და რადიოსადგურებში ხშირად ისმის ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი უკვე გահიტებული სიმღერები, თუმცა თავად ავტორები ამის სანაცვლოდ თითქმის ვერაფერს იღებენ. ყველაზე დიდ პრობლემას კი ბაზრები და ბაზრობები ქმნიან, სადაც თითქმის ყველა კუთხეში იყიდება პირატული წესით მოპარული ფილმები და გაყალბებული მუსიკალური ალბომები. ჩვეულებრივ ასეთი ჩანაწერები დაბალი ხარისხისაა და ორიგინალთან შედარებით ორჯერ ნაკლები ძღირს. ძალიან რთულია, როცა მთელი წლის განმავლობაში შრომობ რაღაც მუშებ დისკს და უცებ აწყდები ბევრად უფრო იაფად, უფრო ცუდ ხარისხს და ეს რეალურად გვაწუხებს, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენი ნაშრომი იყიდონ და არა ის რომელიც არის ცუდი ხარისხით. ხშირად ყოფილა ბაზრობასთან ან სადმე რაიონში გამიჩერება და უცებ აი რომ დაუნახე რაულაგებია დახლიდან ქრება რაღაცეები. ხტები ბევრჯერ გადამიშვია სხვა და უყიდე. ეს არის მილიონი შემთხვევა, მაგრამ აბსოლუტური უძლური ვარ მე. 2012 წლიდან გამყალბებლებისგან ავტორებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაიცავს. კოდექსში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ჩანაწერი საჯარიმო სანქციების შემოღების შესახებ, თუმცა მაშინდელმა ავტორთა საზოგადოებამ კანონი პრაქტიკაში ვერ დანერგა. უკვე წლევანდელი წლიდან კი საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით ნორმატივის სრული დატვირთვით ამოქმედდება. კანონის თანახმად ყველა ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების გაყალბებას შეეცდება, 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. ქურდობის განმეორების შემთხვევაში კი ეს თანხა 3000-დან 5000 ლარამდე გაიზრდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ამ ნორმების ამოქმედებას შევუწყოთ ხელი, ავამოქმედოთ ეს ნორმები, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა და 2012 წელს საბოლოოდ შევძლოთ ის, რომ საქართველო მიუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, განვითარებული ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც საავტორო უფლებები დაცულია თანამედროვე სტანდარტების დონეზე. საქმე იმაშია, რომ საავტორო უფლებების დარღვევა ვნებს საგრძნობლად როგორც ადგილობრივ შემსრულებლებს, ავტორებს. ეს არის, რა თქმა უნდა, მათი ინტერესების დაცვის მიზნითაც მნიშვნელოვანი თუ სახელმწიფო ვიზრუნებთ ასეთი შემთხვევების აღკვეთაზე ცხადია. იმ შემთხვევაში თუ კი გამყალბებელი ადმინისტრაციულ ჯარიმას არ დაექვემდებარება ან მის მიერ ჩადენილი ქმედება რომელიმე ავტორს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალს მოუტანს, საქმე სისხლის სამართლის კვალიფიკაციას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში კი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ბრალდებულები მინიმუმ 5000 ლარით დაჯარიმდებიან, ან უკიდურეს შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.